უჩერებელი პროტესტის დაწყებიდან 1 წლის თავზე ხალხი ისევ აქ იმ მოედანზე შეიკრიბება, სადაც ყველაფერი დაიწყო. ირაკლი კობახიძის განცხადებამ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია შეეჩერებინა, მთელი საზოგადოება გააერთიანა და ქუჩაში გამოიყვანა. ჩვენ ისევ აქ ვართ. ასე ქვია მსვლელობას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ზუსტად 7 საათზე დაიწყება და ეს მსვლელობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაერთიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაძრულ მარშთან. საბოლოო ჯამში გაერთიანებული აქციის მონაწილეები მსვლელობით სწორედ აქ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე საკანონმდებლო ორგანოსთან გადმოინაცვლებენ. ხალხი ამბობს, რომ ვიდრე ისინი იბრძვიან, მოქმედებენ და არ ნებდებიან, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს. 1 წელი ეს არის ძალიან დიდი დრო ასეთი გაგრძობითი პროტესტისათვის. 28 ნოემბერს იქნება ძალიან დიდი აქცია. ეს რასაკვირველია, ეს არ არის შემაჯამებელი აქცია, მაგრამ იქნება გარკვეულწილად ამ ისტორიული პროცესის ერთ-ერთი ეტაპის დასასრული. ეს არის რუსეთთან წინააღმდეგობის ბრძოლა, რომელიც ითulis მრავალ ათწლეულს, საუკუნეებს ითulis და მართლაც ეს არის, ამიტომაც არის ძალიან რთული ფსიქოლოგიურად, ემოციურად, პოლიტიკურად, ადამიანები თავისუფლებას კარგავენ, აბსოლუტური გადაჯეგვის მცდელობაა ყველაფრისა, რაც ადამიანებს აქვთ. ხომ, მაგრამ მაინც გაგრძელდება ეს ბრძოლა, იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ აქვს. სხვა ქვეყანა და სხვა საქართველო ჩვენ არ აქვს. ის რომ დღეს რაც ხდება, ეს არის წარმოუდგენელი უსამართლობა. ახსნა არ აქვს ამას უბრალოდ. მე მგონია ვერ ხსნიეს რა, თუნდაც ჩვენ ხელისუფლებას რა აიძულებს, რომ აი ასეთი მართლა შოკირებული, შოკის ეფექტით და რა ბლიცკრიგით მოუგოს ომი თავისი მოსახლეობის თუნდაც ნახევარს. ეს იქნება ალბათ ძალიან ზეაწეული, ზეიმური, ამავდროულად სევდიანი დღე, იმიტომ რომ აი უკვე რაღაც წერტილი დაესვა ამ დღეს ჩვენს იმედებს და ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ არსებობს ესეთი მდგომარეობა, სენს გამოსავალი არ არის. მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ იყოს ძალიან ბევრი ხალხი, იმიტომ რომ მას მერე რაც გადის დრო, დღითი დღე, უფრო და უფრო ამტკიცებს ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომ ეს არ არის შეუძლებელი. ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ რეჟიმში, ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და სწორედ მგონია, რომ ზუსტად მაგიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის გაპროტესტება, რომ ხალხმა თქვას, რომ მათ არ უნდათ დიქტატურაში ცხოვრება. ეს არის პასუხი ადამიანების და მოქალაქეების, რომ ჩვენ არ გვინდა რუსული მომავალი და რაღაც არ წარმოგვიდგენია, რომ რუსულ რეჟიმში, რომელსაც ცდილობს რომ განამტკიცოს ქართული ოცნება, ჩვენ არ გვინდა ამ რეჟიმში ცხოვრება. ყველაფერს რა თავი დავანებოთ, მე მგონია, რომ იმ პატიმრებს, რომლებიც დღეს არიან რეჟიმის ტყვეობაში, ჩვენ ვნახავდით მათე დავიცის კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ ის ადამიანები აცდერებენ, ვინც არიან დღეს რუსთაველზე გამოსულები და ვისაც ეს პროტესტის მუხტი უჭირავს ხელში. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ეს მიზეზია საკმარისი იმისთვის, რომ გავიდეთ და მხარი დაუჭიროთ ამ ადამიანებს და რაღაც ეს თანაგრძნობის მომენტი გქონდეს, რომ ისინი მარტო არ არიან. 1 წელი გავიდა უწყვეტი მშვიდობიანი ბრძოლის დაწყებიდან, რომელსაც თან ახლდა ძალადობა, დარბევა, უკანონო დაკავებები, ასზე მეტი უკანონო სინდისის და პოლიტიკური პატიმარი ყავს. ქვეყანას სიმბოლურია, რომ დღეს გამარჯვებული ბიჭების პირველი სასამართლო პროცესი არის სააპელაციო სასამართლოში და სინდისის პატიმრებს ექნებათ შესაძლებლობა უწყვეტი პროტესტის 1 წლის თავზე ისაუბრონ იმ ბრძოლაზე, რის გამოც ისინი ტყვეობაში აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, დღეს დაანონსებულ დიდ საპროტესტო აქციაზე იდგებიან მათი მშობლები, დედები, მამები, ბებიები, დები, ძმები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც უკვე 1 წელია ქუჩაში დგანან და პრაქტიკულად სახლებში არ შესულან. მშობლები აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია დღეს კიდევ ერთხელ დაინახონ საზოგადოებისგან, რომ ხალხი თანადგომას უცხადებს სინდისის პატიმრებს. ეს არის სახალხო აქცია, მას მერე რაც 1 წელია ვდგევართ ქუჩაში. ეს მე მგონი არის უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიოში, რომ ადამიანები 1 წელი აპროტესტებენ აი ამ სიბნელეს, ასე დავარქმევთ სიბნელეს, ზურგის შექცევას ცივილიზაციასთან, სინათლესთან და გვემუქრება რუსეთის ჩექმის ქვეშ
ყოფნა, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი. ერთი წელია ქუჩაში ვარ დღე და ღამე. ჩვენი შვილები 4 კედელში არიან. მე მგონი ყველა მიიტანს გულთან. მისული ვარ დაკნინებამდე, დაცემამდე, საქართველოს აუხრებამდე. ვცდილობთ ყველანი ერთ მუშტად შეკრულები, ერთიანად რომ გავიტანოთ თავი და საქართველოს გამწყინების გზაზე დადგეს. ჩვენი ბიჭები განთავისუფლდეს და გზა იყოს მართალი ევროპული გზისკენ. ჩვენი ბიჭები გამოიყვანა კობახიძის ამ სიტყვებმა, რომელიც აჩერებდა ამ ევროპულ მომავალს და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ბიჭები ჩვენთან ერთად იდგნენ, ჩვენი საქართველო გავანთავისუფლოთ ამ რეჟიმისგან და ნამდვილად დაუბრუნდეთ ისევ იმ ევროპულ მომავალს. თუ საქართველო თავისუფალი არ იქნება, ჩვენი ბიჭები რომც გამოვიდნენ ციხიდან, თუ ეს პროტესტები არ შეწყდება, ისევ დადგებიან და იქნებიან ისევ იმ რუსთაველს. უამრავი პატიმარი გაგვიხადა ჩვენ გვერდზე მყოფი, ჩვენი ოჯახის წევრები და გარშემო მყოფი დააპატიმრეს, რომლებსაც უნდათ აი სიტყვის თავისუფლების გამოხატვა, ბრძოლა ამათი რეჟიმის წინააღმდეგ და მივიღეთ რა, უკანონობა და ყველაფერი მივიღეთ ისეთი, რაც არის აი ჩაიხრჩო კორუფციაში ქვეყანა. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე გამარჯვებამდე. ამ სათქმელით გაერთიანებული ადამიანები შეიკრიბებიან დღეს სწორედ რუსთაველის გამზირზე. საპროტესტო მსვლელობები 7 საათიდან დაიწყება. ხალხი აცხადებს, რომ ვიდრე რეჟიმი არ გატყდება, ვიდრე ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტიკური თუ სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება, ვიდრე არ ჩაინიშნება სამართლიანი თავისუფალი და ამოუკიდებელი არჩევნები, რომელიც ხალხს დაუბრუნებს, წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროინტეგრაციის გზაზე, არ შეწყდება პროტესტი.